32 დღე, ან 31, რა მნიშვნელობა აქვს 30 პლუს დღე, რაც ვიდეო არ დამიდია არხზე, ამდენი ხახამშრალი ადამიანი ელოდებოდა კონტენტს და მე ისინი დავაღალატე. მაგრამ არა უშავს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ თემაზე, რომელსაც აი არცერთ ქართველს არ უსაუბრია და ნაკლებად შევხვდებით მსგავს ინფორმაციას, როგორც ყოველთვის, სად თუ არა ჩემს არხზე. ხო, ეს ხელი შვებულებაშია, ამიტომ მოდი ამ ხელით ვისაუბრებ. დღეს ვისაუბრებთ mobile gaming-ზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ ნულიდან საბოლოო პროდუქტი, იდეიდან მთლიანი თამაშის ვერსიამდე და რაც თავარია მარკეტინგს, თავიდან ბოლომდე თუ როგორ უნდა მოვაგროვოთ მოთამაშეები და თავისი მონეტიზაციის გეგმით თუ როგორ უნდა ვიშოვოთ, რა თქმა უნდა, პასიური შემოსავალი. ვინც ახლები ხართ, გამოიწერეთ არხი, ვინც ძველები მეორეჯერ გამოიწერეთ, ანუ unsubscribe გავუკეთეთ და მე თავიდან გამოიწერეთ. უმროფე კარგ გააკეთეთ და შეგვიძლია დავიწყოთ. კარგი, სანამ უშუალოდ დავიწყებთ განხილვას თუ საერთოდ როგორ უნდა შეიქმნას mobile თამაში, მისი მარკეტინგი როგორ უნდა მოხდეს და deployment-ი მანამდე. მოდი ვნახოთ თუ რამდენი პროცენტი უჭირავს mobile gaming-ს მთლიანი ვიდეო თამაშების marketplace-ზე. ეს არის 57%, რაც შეადგენს 103-დან 100 მილიარდამდე დოლარს, ანუ mobile-ს უჭირავს თითქმის ნახევარზე მეტი. შემდეგ 25% არის კონსოლები და PC desktop-ი არის მხოლოდ 21%. რაც პირდაპირ ხას უსვამს იმას, რომ ყველაზე მომგებიანი სფერო mobile gaming-ია, სადაც შეგიძლიათ კონსოლებთან და desktop თამაშებთან შედარებით მარტივად იშოვოთ ფული. მოდი ახლა ვისაუბროთ რატომ უჭირავს mobile gaming-ის ამ ხელანაწილი. ნუ პირველ რიგში არსებობს ადამიანები, რომლებიც საერთოდ mobile gaming-გად არ მიიჩნევენ და ვეთანხმები ამაში, იმიტომ რომ რაც არის კლასიკური გაგებით gaming-ი და რასაც მოიცავს ეს ყველაფერი mobile gaming-ი საკმაოდ განსხვავებულია ამისგან, საერთოდ სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, marketplace-ის უმეტესი ნაწილი უჭირავს და ამას განსაზღვრავს ის, რომ ნუ პირველ რიგში device-ი, იმიტომ რომ mobile-ი ყველას აქვს, ნებისმიერ გამლელს, მოხუცს, ბავშვს, teenagers, არ ვიცი, საშუალო ასაკის ადამიანს, დიასახლის, mobile-ი აქვს ყველა ადამიანს, ამიტომ ყველას აქვს წვდომა, რომ რაღაც თამაში ჩაიწეროს და თუნდაც დრო გაიყვანოს. რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმის, რომ უჭირავს marketplace-ის უმეტესი ნაწილი. ანუ ნებისმიერ უბრალოდ ჰაერიდან მოსულმა ადამიანმა შეიძლება შემთხვევით რაღაცა თამაში გადმოწეროს ტელეფონში, იმიტომ რომ ტელეფონი ყველას აქვს, იმიტომ რომ დასარეკა ჭირდება და უცებ მოხდეს იმ თამაში და ითამაშოს. ნუ კონსოლებზე და PC desktop-ებზე ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ PC რო აწყო თამაშისთვის მინიმუმ გეიმერი უნდა იყო ან RQO-დე, ნუ კონსოლი ხო საერთოდ ცალკე განყოფილება. ამიტომ ხო, ესენი ძირითადად გეიმერების არიან და mobile-ზე არიან ბრჭყალებში mobile გეიმერებიც, რომელსაც ასევე გეიმერებად არც მე მივიჩნევ, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშობს ხალხი. და არსებობს ეს ჰაერიდან მოსული არაგეიმერი ტიპები, რომლებიც შემთხვევით შეგვიძლია რომ ჩავითრიოთ ამ ჩვენ, ასე ვთქვათ, თამაშში. კარგი, ახლა ჩამოვიდეთ ქვევით და გვაქვს ასეთი სტრუქტურა. ნუ პირველ რიგში თემა არის როგორ შევქმნათ მობილური თამაში და პლუს მარკეტინგი. გვაქვს ორი ხაზი, პირველი development-ი და განვიხილავთ development-ს და მარჯვნივ გვაქვს მარკეტინგი. მოდი დავიწყოთ development-ი. ჩავიდეთ development-ში და ვნახოთ რა ხდება აქ. ნუ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ თუ რა უნარებია საჭირო, რომ ზოგადად mobile თამაში გავაკეთოთ. ეს არის სამი ძირითადი უნარი, რა თქმა უნდა, რაც მეტი უნარი გვაქვს, მით უკეთესი. ნუ ცალკე იქ დეტალებში sound engineer-ია, არ ვიცი, creative direction-ი ცალკე და bla bla bla, ნუ რაც მეტი სფერო გესმის და რაც მეტი გესმის პროდუქტი მით უფრო ძლიერი და გასართობი გამოვა, მაგრამ არის სამი ძირითადი, ასე ვთქვათ, mandatory skill-ები, რის გარეშეც ფიზიკურად ვერ აწყობ. ნუ პირველი ეს არის game design-ი და game design-ში იგულისხმება game design დოკუმენტი, ანუ უნარი იმის, რომ ჩამოაყალიბო თამაში, მექანიკა და ზუსტად გესმოდეს რას აკეთებ და როგორი უნდა იყოს ეს, რაც მოდის გამოცდილებიდან და ეს გამოცდილება მოდის ასევე mobile თამაშიდან, ანუ რამდენიმე mobile თამაშის მომხმარებელი მაინც უნდა იყო, რომ გესმოდე ზოგადად mobile თამაშები როგორ მუშაობს. და game design-ი მოიცავს, რომ ჩამოაყალიბო მთლიანად სტრუქტურულად, როგორ უნდა იმუშაოს შენმა თამაშმა და რა უნდა იყოს ჰუკი, game loop-ი, ანუ main ინტერაქცია თამაში, რაც მოთამაშეს დაიჭერს. ნუ შემდეგ არის პროგრამირება, ამის გარეშე ფიზიკურად ძალაში ვერ მოვიყვანთ საერთოდ ვერაფერს, მაგრამ დღეს ეს ძალიან დიდი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ wipe coding-ი არსებობს, Codex-ი ან cloud code-ი არსებობს და შეგვიძლია იმას გავაკეთებიოთ, მაგრამ რეტროსპექტივაში просто long term-ში ეს მთლად პროდუქტიული არ იქნება, გულისხმობ ნული ცოდნით, რაღაც basic ცოდნა მაინც გვჭირდება, რომ უკეთესად წარმართოთ პროცესები და შემდეგ update-ები და პროდუქტის support-ი უფრო უკეთესად გავაკეთოთ. ამიტომ
არ უფრო შეუძლებელია მთლად ნულიდან wipe coding-ით, მაგრამ სასურველია რომ პროგრამირების რაღაც გამოცდილება მაინც გქონდეს ან image engine-ის, რომელზეც ვაკეთებთ. ნუ შემდეგი არის design art-ი, რაც იგულისხმება ან 3D მოდელები, UX UI ან 2D art-ი, რომ თამაში ნარწყებს არ გავდეს და ლამაზად გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია mobile-ზე, იმიტომ რომ PC gaming-ზე არის ისეთი მომენტი, რომ მაგალითად შეიძლება თამაში ნარწყებს გავდეს. მაგრამ იმდენად მაგარი gameplay გქონდეს, რომ ითამაშოს ხალხმა და მის ნათელი მაგალითია თუნდაც Vampire Survivor-ი. ეს არის Vampire Survivor-ი, რომელიც არის indie თამაში, ერთმა ადამიანმა გააკეთა. ანუ გავიგეთ რომ pixel art-ია, მაგრამ თქვენც ხედავთ რომ ნაგავი pixel art-ია, მაგრამ gameplay არის იმდენად გასართობი, იმდენად ჩათრევი, რომ აი მონაცემებს ხედავთ უბრალოდ რასთან გვაქვს საქმე და რამდენი მილიონი კოპიო გაიყიდა და რა ფული შოვა ამ თამაშმა, ამიტომ ხო, ესეთი ჰუკები Steam-ზე კი, მაგრამ mobile-ზე არა. mobile-ზე მნიშვნელოვანია თამაში იყოს ლამაზი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ mobile მოთამაშეების უმეტესობა არის არაგეიმერი ხალხი, რომელსაც პირველ რიგში იზიდავს ვიზუალი. გამოცდილ გეიმერმა იცის რომ გრაფიკა იმდენ მნიშვნელოვანი აღარ არის თამაში და მთავარი gameplay-ია. ან თუნდაც ისტორია თამაშის, ნუ ჩემს შემთხვევაში ყოველთვის gameplay იყო პირველ პლანზე. მაგრამ mobile gaming-ში მთავარია რომ თამაში ყო რაც შეიძლება მიმზიდველი, ფერები იყოს მაღალ კონტრასტში, რომ მოთამაშე თუნდაც screenshot-ებიდან მიიზიდო. კარგი, ჩამოვიდეთ ქვევით და ნუ შემდეგი ეტაპი არის ის თუ საიდან დავიწყოთ და რა თქმა უნდა იდეიდან, იმიტომ რომ იდეის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ აქ სხვა თამაშებისნაირად mobile თამაშებში იდეის გენერაცია ცოტა უფრო ასე ვთქვათ, ყვანაირად მუშაობს და ამასაც ავხსნი. მარცხნივ გავყვეთ და მე ჩამოვიდეთ აქ. იმიტომ რომ მინდა განვიხილო ვარიანტები იდეის. ნუ პირველი არის ორიგინალური იდეა, რომლის შანსიც არის ალბათ 0.00 რაღაც პროცენტი, რომ შენ ისეთი ორიგინალური იდეა დადო, რომ საერთოდ mobile marketplace ეგეთი არ იყოს, გავარდეს ხალხს მოეწონოს და მაგ იდეაში პირველი იყო. შეიძლება ბევრმა არ თქვას ეს, ვინც სამ სფეროში ჩახედულია, რომ აი შეგიძლია ორიგინალური იდეის მოფიქრება ან რამე, მაგრამ იდეა ვიტყვი მწარე სიმართლეს, სადაც რა უნდა გადააფურთხო, ყველგან გადაფურთხებულია უკვე, ყველგან გადააფურთხეს, ამიტომ იმის შანსი რომ შენ ისეთი იდეა დადო, რომლის პროტოტიპიც ან თამაში mobile market-ში საერთოდ არ არსებობს, მაგის შანსი არის ძალიან მცირე და მაგისთვის გჭირდება ძალიან დიდი research-ი, ფანტაზია და ძალიან ბევრი თამაში უნდა ქონდეს ნათამაშები. ამიტომ რა თქმა უნდა შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან მცირე იმის შანსი რომ შენ ორიგინალური იდეა მოიფიქრო. კარგი. შემდეგი არის კლონები, ანუ უბრალოდ თამაშის კლონი და ეხა განმარტავ mobile თამაშებში ეს რატომ მუშაობს. რადგან mobile თამაშის marketplace არის დიდი, იმის შანსიც დიდია, რომ როცა რაღაცა კომპანია რაღაც თამაშს გააკეთებს და ის გავარდება ვირუსულად, ზუსტად იმ დღესვე ან იმ კვირასვე გამოდის 1000-ობით კლონი მსგავსი თამაშების. და ხო, ეს მუშაობს. რატომ? იმიტომ რომ აქ თავარია მარკეტინგი, რეკლამები და რომლის რეკლამა უფრო მოასწრებს და მივა, ასე ვთქვათ, მომხმარებლამდე, იმიტომ რომ მომხმარებელმა არის ის ორიგინალი რომელია. დაახლოებით ესეთ ვითარება, როცა გამოვა ერთი თამაშის ორიგინალური იდეა, რომელიც წარმატებას მოიპოვებს და დააგროვებს მაგალითად 10, 20 ან 50 მილიონ გადმოწერას, როცა იმ კვირასვე გამოვა შემდეგი კლონები, ის კლონები თამაშები პოულობენ უკვე ამ, ასე ვთქვათ, parent ორიგინალური თამაშის, ასე ვთქვათ, ნამცეცებზე გადმოვარდნილ ხურდებს, რომლებმაც შეიძლება ასევე შეადგინოს მილიონები, იმიტომ რომ ეს პროტოტიპი და ეს კონცეფცია საკმაოდ კარგად მუშაობს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა დროებითია, მე ყველაფერი კვდება, მაგრამ ნუ სანამ მოკვდება, უნდა მოასწროს ამან ასე თავისი წარმატების მიღწევა. ამიტომ კლონების არ შეგეშინდეს, მუშაობთ, თუ ნახავთ Play Store-ზე research-ის შედეგად, რომ აი კონკრეტული თამაში მუშაობს და ნაკლები კლონი ყავს, არ მოგერიდოთ, გააკეთეთ თქვენს კლონი, კლონი არ ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი ასეტები დასვათ, ანუ ასეტები და ოდნავ ვიზუალი ან პატარა კონცეფცია სხვანაირი უნდა იყოს, მაგრამ main პროტოტიპი და მექანიკა რაცა ის უნდა იყოს, იმიტომ რომ დარწმუნებით იცი, რომ ის იმუშავებს. რა თქმა უნდა, აქ მარკეტინგი თამაშობს უმეტეს როლს, რომელსაც მოგვიანებით განვიხილოთ, მაგრამ მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა, რომ mobile gaming-ში კლონები მუშაობს. შემდეგი მიდგომა არის clones from SteamDB. როცა Steam-ზე გავარდება რაიმე თამაში, და ვნახეთ, რომ მაგალითად მუშაობს და ეს შეგვიძლია შევაწოთ SteamDB-ზე. SteamDB.info არის, სადაც გიჩვენებს top rating-ი რომელია, top most wishlist თამაში და ნუ ტრენდში რომელია და ხალხი რომელს თამაშობს და შენ თუ ნახე მაგალითად დღეს დაიდო თამაში, რომელმაც საკმაოდ აიტაცა ხალხმა ითამაშა,
Steam-ზე და თუ mobile-ზე უკვე ჯერ მისი კლონი არ არის გაკეთებული, შეგიძლია უბრალოდ მისი კლონირება გააკეთო mobile-ზე, რადგან ხალხიც ითამაშებს. ამის ნათელი მაგალითია, ნუ არ ვიცი, ბევრს გეცოდინებათ Schedule One-ი, რომელსაც ეხლაც კი 11000 აქტიური user-ი ყავს, ანუ ფაქტობრივად აფეთქა Steam-ი, ესეც ერთმა ადამიანმა გააკეთა და ნუ ხალხი უბრალოდ გაგიჟდა ამ თამაშზე და რამდენიმე კვირაში ზუსტად იგივე მექანიკის თამაში გამოდის Substance Syndicate Tycoon V არ რაღაც იდიოტობა სახელი, რომელმაც ხედავთ ხო სტატებს, ანუ 1 მილიონი გადმოწერა დააგროვა და უბრალოდ იყო იდეალური გათვლა. უბრალოდ ამ ადამიანმა დროში მოიგო, სწრაფად გააკეთა, იგივე მექანიკა გადმოიტანა, ხედავთ, რაც Schedule One-შია, უბრალოდ mobile-ისთვის და ხო, რა თქმა უნდა, ხალხი გადმოწევს, იმიტომ რომ არის mobile თამაშში ხალხი, ან თუნდაც ბავშვი ადამიანები, რომელსაც არ აქვს PC, ან PC-ზე ის არ უკაჩავს და mobile-ზე როცა აკეთებს გავს თამაშს, მისწრებაა მისთვის, იმიტომ რომ უნდა თამაში და იმისთვის ახლა მნიშვნელობა არ აქვს mobile-ში თამაშებს თუ desktop-ზე, პრინციპში როგორ არ აქვს, მაგრამ არ აქვს იმ მომენტში PC და mobile აქვს ხოლმე და mobile კიდე ყველას აქვს. საშუალო ფენასაც და მაღალ ფენასაც ადამიანების. ამიტომ ხო, SteamDB-დან ეს კლონირება მუშაობს. ასევე მეორე მაგალითი არის, ხო, შემდეგი იყო Lethal Company, რომელიც ახლა მოკვდა, ძველი თემა, ახლა მხოლოდ 4000 კაცია. ნუ ცოტა არ არის, მაგრამ თავის დროზე ამანაც აფეთქა Steam-ი და ახლა რო დავსერჩო Lethal Company, ზუსტად იგივე გამოვიდა, Mortal Company, Co-op Horror-ი იგივე ზუსტად დაჟე შეიდერებიც იგივეა, უბრალოდ სახელია შეცვლილი რა თქმა უნდა და ნუ სტატებსაც ხედავთ 1 მილიონი გადმოწერა, ნუ ამანაც თავისი გააკეთა რა. ამიტომ ეს მიდგომაც მუშაობს. როცა გვაქვს იდეა, შემდეგ გვაქვს ორი ასე ვთქვათ გზა, ეს არის game design დოკუმენტი და მონეტიზაციის გეგმა, ეს ორი პარალელურად უნდა გაკეთდეს, მაგრამ მოდით ჯერ პირველით დავიწყოთ game design დოკუმენტი. როცა გექნება იდეა, უნდა ჩამოწერო ეს შენი იდეა, როგორც game design დოკუმენტში, ოღონდ ჯერ უბრალოდ იდეა და შემდეგ უნდა აქციოს game design-ი, როგორც ტექნიკური დოკუმენტი. განაუბრალოდ ზედაპირულად დაწერო რამე, ანუ ზუსტად უნდა გქონდეს დაწერილი, რომელი ქარაქტერის თუნდაც რა ისტორია ექნება, რასთან იქნება, ასე ვთქვათ, კავშირში, game მექანიკა, ცვლადებამდე დაყვანილი თუ სიჩქარე რამდენი იყოს, ანუ თითოეული დეტალი უნდა ქონდეს იდეალურად განსაზღვრო, შემდეგ development-ი სწრაფად და კომფორტულად წაიყვანო. და ასევე კარგი game design დოკუმენტი მნიშვნელოვანია publisher-ის სკოლაში, იმიტომ რომ შეგიძლია მხოლოდ game design დოკუმენტით მიხვიდე publisher-თან, თუ შენი სათქმელი კარგად მიიტანე, იმან დაინახა პერსპექტივა, ჩვეულებრივად შეგიძლია publisher-ი იშოვო, რაც ჩათვალე უკვე ერთი დიდი ნაბიჯი game development-ში გადადგმული ყავს. ნუ ვინც არის publisher-ი? publisher-ი არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული წილის სანაცვლოდ შენი თამაშის შემოსავლიდან გაფინანსებს, გაძლევს თუნდაც თანხას რო development-ში დახარჯო, მარკეტინგს თავის თავზე იღებს და ნუ მოკლედ გეხმარება. რაც ნუ ყველა game dev-ის სანატრელი, ასე ვთქვათ, პერიოდია. შემდეგ როცა გვექნება game design დოკუმენტი, შემდეგ მოდის პროტოტიპი, ანუ game პროტოტიპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ნუ დავუშვათ რომ დარწმუნდით იდეა კარგია და ნუ game design დოკუმენტიც მაქვს. არიჩქარო, ანუ თამაშის კეთება ჯერ არ დაიწყოთ, ჯერ ააწყე პროტოტიპი და პროტოტიპი უნდა შეადგენდეს იმ თავარი თამაშის game loops, რაზეც არის აწყობილი თამაში. აი მაგალითად არ ვიცი, თამაში თუ არის, არ ვიცი რაღაცა double jump-ის მსგავსი ავიღოთ, ზევით უნდა ახდეს რაღაცა იდიოტობა, მაგის პროტოტიპი უნდა გააკეთო ახტომის, რომელიც იქნება playable. და უნდა შეხედო პროტოტიპს, რომ არის აქ რაიმე, ასე ვთქვათ, ჰუკი, რომელიც დაიჭერს მოთამაშეს, არის გასართობი. თუ არა, აზრი არ აქვს თქვენ თამაშის აწყობას, იმიტომ რომ game პროტოტიპი თუ ვერ იგრძენი ის, რაც შემდეგ თამაში უნდა იგრძნო, აზრი არ აქვს, ამიტომ დროის ინვესტიცია რო არასწორად არ გააკეთო, აუცილებელია game პროტოტიპი და ეს game პროტოტიპი არც გაატესტე შენ მეგობრებს, ანუ იმას რომ feedback-ი მიიღო. ხო, შემდეგ, okay, game პროტოტიპი გვაქვს, ხოდზეა, ასწორებს, მუშაობს, ვიწყებ თამაშის კეთებას და ხა უნდა ავირჩიოთ engine-ი. ნუ ბევრი game engine-ები არსებობს, აქ რაც მაქვს ჩამოწერილი ეს არის, ნუ ყველაზე პოპულარული და ასე ძლიერი engine-ები mobile gaming-ში, ნუ პირველი არის Unity, ალბათ ამას საუბარი არ ჭირდება, ვინც არ უნდა შემომედაოს Unreal-ი ძმა, Godot-ი open source-ია, ფეხებზე მკიდია, Unity არის indie game developer-ის საჩუქარი ამ სამყაროში. თუ რატომ და რისთვის ეხა მაგაზე ვიდეო არ მეყოფა, განსაკუთრებით mobile indie game development-ში Unity არის ჩათვალე შენი სამოთხე, იმიტომ რომ ზუსტად მაგაზეა დეგამოჭრილი, ასე ვთქვათ.
და ხო, პირველი ვარიანტი არის Unity, შემდეგი არის ასევე Godot-ი, რომელიც open source-ია და ასწორებს და რაღაცა, მაგრამ ნუ mobile game development-ში მაინც Unity-ს გირჩევთ და მესამე არის ცოტა ზღაპარი custom engine-ი, რომ დაჯდე და შენი custom engine-ი გააკეთო, რაც ასწორებს, იმიტომ რომ სხვა რაღაც კომერციულ კომპანიებზე არ ხარ დამოკიდებული, შენი პროგრამული უზრუნველყოფა გაქვს და bla bla bla, მაგრამ თავიდან როცა საერთოდ არაფერს წარმოადგენდა, პირველი პროდუქტის გაშვება გინდა ფინანსებში შეზღუდული გაქვს custom engine-ის ზვირის შემოვნება, ამიტომ როცა წარმატებას მიაღწევ, მე შეიძლება ამ development-ში ფული ჩადო, მაგრამ რავი, რატომაც არა, ვინც არ ვიცი, ავატყოფია, თუ დროს ჩადებს ამაში custom engine-ი იდეალური იქნება. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ მეორე Supercell-ი ვერ გახდებით და Supercell-ი უკვე არსებობს. ამიტომ რაღაცები გაიაზრეთ. ხო, Supercell-ს აქვს თავისი custom engine-ი, იმიტომ რომ გიგანტია და აქვს, ასე ვთქვათ, მაგის საშუალება. კარგი, შემდეგ როცა ავირჩევთ engine-ს, როცა გავაკეთებთ თამაშს, ტესტირება და feedback-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დეველოპერის, ასე ვთქვათ, კარიერაში და ნუ ასევე მეც ეგრე ვაკეთებდი, ადრე რაღაცას რო გააკეთებ და როცა იმაზე დიდი დრო დახარჯე და შემდეგ სხვა ტესტავს და გაძლევს ნეგატიურ feedback-ს. იღებ ცუდად ან ის არ ვიცი როგორ ახსნა. იმიტომ რომ შენ იმაში დრო გაქვს ჩადებული, მაგრამ რეალურად ეს feedback-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი არასწორად ჩადე დრო, აწიე ტრაკი და გააკეთე თავიდან. ამიტომ feedback-ებს ყურადღება მიაქცეთ, ეს იქნება ნუ QA ტესტერები თუ თქვენი მეგობრები, მიაქციათ feedback-ს მნიშვნელობა, იმიტომ რომ საბოლოოდ ეს ზეგავლენას იქონიებს თამაშის fail-ზე და ტყუილად გექნებათ დრო ჩადებული. ხო, პარალელურად აქვს თქვი რომ game design, ანუ იდეის მერე პარალელურად უნდა მონახაზი გააკეთო, ან იცოდე წინასწარ რომელი მონეტიზაციის გეგმას აკეთებ და მოდი ახლა განვიხილოთ თუ რა მონეტიზაციის გეგმა არსებობს mobile gaming-ში, იმიტომ რომ მონეტიზაციის გეგმის გარეშე შენმა თამაშმა რაც არ უნდა გადმოწერები დააგროვოს, ფულს ვერ იშოვი. საი მონეტიზაციით გეგმა გვაქვს, პირველი არის game price-ი, ანუ უბრალოდ თამაში დაადო ფასი, მაგალითად რაღაცა 5 ლარი, 10 ლარი, 15 არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს მუშაობს ძალიან იშვიათ შემთხვევაში. აი, დაახლოებით ეს შემთხვევაში, როცა შენ Steam-ზე თამაშს დადებ, გაგივარდება და მოდი, დავაი, ახლა mobile-ზე გავაკეთოთ პორტირება, რომ იქაც ითამაშონ და იქ უკვე ადებ ფულს და ხალხი ყიდულობს, იმიტომ რომ უკვე Steam-ზე ითამაშა, იციან რომ მაგარია, გაგებული აქვს და კი, მაგაში გადაიხდიან. მაგრამ როცა აკეთებ თამაშს პირველად და არაფერს არ მოადგენ, გარტყმაში არ არის ხალხი რა არის, ესე ჰაერიდან ფულს არავინ არ გადაიხდის, ამიტომ ჯობია free to play გააკეთო. აი მაგალითად ახლა ამის მაგალითები რომ მოგიყვანოთ, მაგალითად პირველი მახსენდება აი ეს puzzle თამაში, როცა გამოვიდა Steam-ზე, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიტანა, ბევრი თამაშობდა და ნუ შემდეგ გააკეთეს mobile-ზე პორტირება და იდეალური სტრატეგია იყო და კი 3 ლარი ღირს, ადრე უფრო ძვირი ღირდა და 1 მილიონი გადმოწერა, ანუ 1 მილიონი გაყიდვა და დაჟე მეტი აქ ზუსტად არაჩვენებს. და კი, ეს ახდენს წარმატებას, იმიტომ რომ სახელი ქონდა, ხალხმა იცოდა და გადაიხადა ფული. შემდეგ მსგავსი იყო Ubisoft-ის Valiant Hearth. Steam-ზე საკმაოდ კარგი პოპულარობა ქონდა, მაგრამ ადრე მახსოვს Ubisoft-ზე და ფული ღირდა, მაგრამ ეხლა Netflix-მა იყიდა და subscription based-ი გახდა. ანუ ესეც ჩათვალეთ ფასიანია და ამასაც 1 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს, როგორც ხედავთ. შემდეგი არის ადები, ანუ რეკლამები. თამაში, mobile თამაში ხშირად შეხვედრით ხართ რეკლამას, რომ მაგალითად Play-ს დააწვევით და ამოდის რაღაც 20 წამიანი რეკლამა, რომელსაც უნდა დაელოდოთ და რო შემდეგ გააგრძელოთ თამაში. და ხო, რეკლამები არის ჩვეულებრივი ფული, შენ რო თითო რეკლამას უყურებ თამაში, დეველოპერთან მიდის რაღაც ცენტები. უბრალოდ უნდა იცოდე როგორ ჩააშენო ეს რეკლამები სწორად, იმიტომ რომ ესე უბრალოდ რეკლამის შაშენება არ ხდება. უნდა იცოდე რა მომენტში აჩვენო ეს რეკლამა, რომ მოთამაშე არც იმდენად შეწუხდეს, რომ არ ვიცი, ჯანდაბა, გააჯვი აღარ მინდა ამის თამაში, ეგეთი ეფექტი არ კონდეს. ასევე არსებობს award რეკლამები, სწორად უნდა გადაანაგორო რეკლამის სანაცვლოდ თამაში მცირე ვირტუალური საჩუქარი მიცე, მაგალითად გაიხსენეთ რომელიმე mobile თამაში, არ ვიცი, მაგალითად Candy Crush-ი ან რამე მსგავსი დიასახლისების იდიოტობა თამაში, სადაც გაქვს energy, მაგალითად შედი პირველ stage-ში, მეორე stage-ში დაგეხარჯა ეს energy და energy რო იყიდო უკვე ფული ღირს, მაგრამ ასევე შეგიძლია უყურო რეკლამას, რომელიც 1-40 წამიან რეკლამას თუ უყურებ, ერთ ენერგიის გაჩვენებ და მოდი კიდე ითამაშ. აი მსგავსი reward სისტემები, აი მაგალითად როცა თამაში აგე და თუ ამ watch video რო აწერია ხოლმე, ამ ერთ ads ანუ რეკლამას უყურებ, გაგაგრძელებიებ თამაშს. მსგავსი reward ადები მნიშვნელოვანია თამაში. ოღონდ აგრესიულად არ უნდა იყოს ეს ადები წამდაუწუ, თორე დაკარგავ მოხმარებელს, რაც საბოლოო ჯამში ჩაძირავს შენ თამაშს. და მესამე არის EAP, რაც არის in-app purchase, ანუ მოკლედ რო ვთქვათ მიკროტრანზაქციები, ანუ
თამაში ულის გადახდა რისაც როცა მაგალითად bla 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 მოთამაშე იხდის თამაში რაღაც თანხას რომ მიიღოს რაღაც ვირტუალური ეს იქნება სკინი ან რაიმე იარაღი ან რაიმე მსგავსი და ასევე subscription-ი მაგალითად ავიღოთ არ ვიცი ეს თამაში იცით თუ არა Walkmaster-ი რომელიც არ ვიცი მართლა ძალიან მაგარი თამაშია 10 მილიონი პლუსი გადმოწერით. მაგალითად ამას გარდა იმისა, რომ აქვს EAP, ასევე როგორც დეკორაციებზე, სკინებზე, რომ პირდაპირ შეიძინო, ასევე აქვს VIP subscription პაკეტი და რას ნიშნავს? თამაში default-ად აქვს ადები, ანუ როცა stage-ში შედიხარ, გეჩნდება ადი. მაგრამ შენ თუ გააკეთებ მაგალითად $2 subscription-ს, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვე ჩამოგაჭრის თანხას, შენ ადები აღარ გექნება. აი დაახლოებით მსგავს პრინციპზეა საუბარი. ასევე მაგალითად Brawl Stars დავწუნებული ბევრი თამაშობ Brawl Stars ან Supercell-ის ნებისმიერ პროდუქტი Clash of Clans-ი, Clash Royale-ი, სადაც ჯემებს ყიდულობთ. ეგეთ ჩვეულებრივ EAP-ია, IAP უпростоრად. სადაც რაღაც მიკროტრანზაქციებს აკეთებთ, რომ რეალური თანხით ყიდულობთ რაღაცას, რაც ასევე გასათვალისწინებელია, რომ ორად გააკეთოთ და რაღაც უაზრო თანხები არ გედოთ, რომ რეალურად თამაში იმდენად ძლიერი უნდა იყოს და იმდენად ჩამთრევი რომ მოთამაშეს მოუნდოს უკვე რაღაცის ყიდვა. აი ისე უნდა მოეწონოს ეს თამაში. ამიტომ ეს საკმაოდ რთული თემა, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც შემოსავალი შემოაქვს თამაშებში. ეს არის მიკროტრანზაქციები. კაი, ეს არის დეველოპმენტი, მოკლედ, მაქსიმალურად ვეცადე რომ ყველაფერი მოკლედ მეთქვა, მაგრამ მაინც გრძელი ვიდეო გამოდის, მაგრამ რა ვქნათ, ესე მუშაობს. ეხლა გადავიდეთ მარკეტინგზე და ეს ორი ასევე პარალელურად უნდა მუშაობდეს დეველოპმენტიც ალგე მარკეტინგიც ალგე და მოდი გადავიდეთ მარკეტინგზე რა ხდება მარკეტინგში. პირველ რიგში სანამ საერთოდ მოდი ესე ვთქვა დეველოპმენტს დავიწყებთ, გარდა იმისა რომ იდეა გვაქვს, უნდა გავსაზრდოთ ვინ იქნება ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ანუ დემოგრაფია. 40 პლუს ხალხი, რავი, ავტობუსის ძღოლები, დიასახლისები თუ ვინ ეს საკმაოდ რთულია, ამას ძალიან დიდი რისერჩი ჭირდება, სხვა თამაშებზე დაკვირვება და 1000 ტვინის ბურღვა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგა და ზუსტად იცოდე რა იქნება შენი სამიზნე აუდიტორია. იმიტომ რომ შემდეგ მომავალში იცოდე რეკლამები თუნდაც რა აუდიტორიაზე, რა კონტენტის, უბრალოდ რა კატეგორიის ხალხზე გაუშვა და საერთოდ როგორი რეკლამები გაუშვა. კარგი, როცა ჩვენ ვიცით რა ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია, შემდეგ გვაქვს აქ ადების კამპანიები და ეს არის ძირითადად ორი ვიდეოადი და playable-ადი. მოდი დავიწყოთ ვიდეოადით. ჩვეულებრივი ვიდეოადი, რომელსაც უშვებ სხვადასხვა ნეტვორკებზე, მაგალითად Facebook-ი, Instagram-ი, Google Ads კამპანია, Unity, Moloco, არ აქვს მნიშვნელობა, ბევრია. უბრალოდ აკეთებ ვიდეოს და ნუ დღეს ეს ძალიან დიდი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ ძირითადად ყველა ვიდეოადებში AI გენერირებული იდიოტურ ვიდეოებს იღენებს. მაგალითად, არ ვიცი, ერთხელ მაინც შეგხვედეთ რაღაცა მაფიის ვიდეო, სადაც მიდის კაცი, რაღაც მიყვება ლამაზი მანდილოსანი, შემდეგ გამოდის უფრო მაღალლეველიანი ალფა მამრი, ამ კაცს ურტყავს სახეში და მიყავს ეს გოგო. ანუ ხო იდიოტობა, ანუ თითქოს აუტისტებისთვის გააკეთეს, მაგრამ არ ვიცი, მაგრამ მუშაობს. მუშაობს ეს იმ აუდიტორიისთვის გაკეთებული, ვინაც ეს თამაში უნდა ითამაშოს და ეს მუშაობს. განსაკუთრებით დღეს იმიტომ ამარტივი რომ AI-ც შეგიძლია ეს გენერირებული ვიდეო გააკეთო და ნუ ხშირ შემთხვევაში არის ისე რომ AI გენერირებული ვიდეოებიდან იკერება ხალხი იწერს თამაშს და საერთოდ სხვა რამე ხდება. კაი, გავიგეთ, გადმოწერა ეს უკვე პლუსია, რადგან შენამდე მოიყვანა გადმომწერი, მაგრამ შემდეგ თუ თამაშიდან rage quit-ი გააკეთა, აზრი არ აქვს, ხო? ამიტომ მთლად ფანტაზიებშიც არ უნდა წავიდეთ, რომ რადიკალურად სხვა იყოს ვიდეო და თამაში საერთოდ სხვა. ეს მიდგომა, რავი, მე ძალიან მაღიზიანებს, დაჟე ბევრი სკრინშოტებშიც იყენებს, Play Store-ზე სკრინშოტებს შეხედავ, რაღაცა ძერსკი თამაშია გადმოწერა და საერთოდ სხვა რამეა. ამიტომ კი, გადმოწერებს დააგროვებ, მაგრამ ეგ აქტიური მოთამაშეები არ გეყოლება და გადმოწერებზე მნიშვნელოვანი არის აქტიური მოთამაშეები, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას მილიონი გადმოწერა, უბრალოდ რაღაცა თამაშს მილიონი გადმოწერა ყავდეს და აქტიური მოთამაშე საერთოდ არ ყავდეს. ამიტომ ჯობია ცოტა გადმოწერა და სტაბილური აქტიური მოთამაშეები, რომელიც ყოველდღე შემოვლენ და რაღაცას გააკეთებენ, ითამაშებენ და იმის ხარჯზე ნახავენ ადებს, რაც ჩვეულებრივ პასიურ შემოსავალს შემოგიტანს. ახალი ხილი, მაგრამ მუშაობს მარკეტინგის, არ ვიცი, 80% წაიღო უკვე მობაილ მარკეტინგის, ვიდეოადები არის ჩათვალე რაღაცა side დამატება, რომელიც შეიძლება ვაფშე ფეხებზე დაიკიდო. ეს არის playable-ადი, ანუ mini HTML5 ვერსია, რომელიც მაქსიმუმ არის 5 მეგაბაიტი. დარწმუნებული ვარ, თამაშის დროს შეგხვედრიათ, როცა რაღაცას თამაშობთ, ვიდეოადის მაგრად ამოვარდება რაღაცა mini თამაში, რომელსაც ესე აწვევი, თამაშობ და მე უცებ
გადაყავ ხარ იმ თამაშის Play Store-ზე. ანუ მარკეტზე. ეს არის playable-ადი და ვიდეოადისგან ეფექტური, იმიტომ რომ რეალურად თამაშს თამაშობ. ანუ ჩათვალე ტელევიზორში რაღაც რეკლამას რო ნახულობ, ანუ უბრალოდ ნახულობ, ანუ ვერ ეხები, ვერ ყნოსავ, რაღაც გავს, ნუ აქაც ვერ ყნოსავ, მაგრამ ეფექტური ყნა მაგით ვთქვი. რა მნიშვნელობა აქვს? Playable-აც რეალურად თამაშობ, ანუ შენ გაქვს პროდუქტი, ანუ ჩვეულებრივი თამაშია და ეხები. ამიტომ თუ playable-ადი იქნება სწორად გაკეთებული და ზუსტად ის ჰუკი იქნება ჩაქსოვილი, რაც შენ თამაშია, ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, დაიკერება მოთამაშე და ეგრევე მომდება რომ გადმოწეროს. და ნუ playable-ადი ცალკე development-ია, ანუ იმიტომ რომ აქ modern challenge არის ის რომ 5 მეგაბაიტი, ანუ როცა შენ playable-აც ლანჩავ Google-აც კამპანიაზე, იქა 5 მეგაბაიტი შეზღუდა, ანუ HTML ფაილი უნდა იყოს მაქსიმუმ 5 მეგაბაიტი, ამიტომ შემოდის აქ ცალკე გამოწვევები, მაქსიმალურად უნდა იყოს კომპრესია ასეტებზე, მაგრამ თლად მახინჯობაც არ უნდა იყოს, ხო? ამიტომ კოდი უნდა იყოს მაქსიმალურად short version და ოპტიმიზირებული და ასე შემდეგ. ძირითადად რა გვაქვს ეს framework-ები, ნუ Pixie.js-ი და Phaser-ი გვაქვს 2D თამაშისთვის, რასაც ვიყენებთ და 3D თამაშისთვის გვაქვს 3JS-ი, სამივე JavaScript-ის library-ია, იმიტომ რომ როგორც იცით HTML5 canvas-თან მუშაობთ. და ბიბლიოთეკები მნიშვნელოვანია. სულ ეს იყო, არ ვიცი, იმდენი ვისაუბრე ყელი გამიშრა, მაგრამ ხო, მინდოდა რომ ეს ინფორმაცია გამეზიარებია, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება დამიგროვდა და თან რო გადავხედე საქართველოს, ნუ ასე თუ ისე 1-2 game dev-ი არის, მაგრამ mobile game dev-ში რაღაც ინფორმაციები არ შემხედრი, ამიტომ რატომაც არა გაგიზიარებთ. ბოლო 3 წელია მაგით ვარ დაკავებული, მეტი დაჟე 4. და ხო, თქვენთან იყო ჯორცოფტი, მადლობა რომ დარჩით აქამდე, გადააზიარეთ ეს ვიდეო, ვისაც mobile game development-ის დაწყება უნდათ, ასევე შემოდით Discord server-ზე, ვაქტიურობთ ხოლმე. და ხო, თქვენთან იყო ჯორცოფტი, შევხვდებით მომავალ ვიდეოში.